ადრე ამბობდით ხოლმე ერთხელ გაიგეთებიათ ასეთი განცხადება, რომ ნაციონალური მოძრაობა, ლელო, კიდევ ერთი კლასტერი არისო ეს პარტიებიო. მაგრამ მე ახლა ვხედავთ, რომ სხვა მოცემულობაა, ხო? ლელო არჩევნებში იღებს მონაწილეობას და ნაციონალური მოძრაობა რევოლუციას აანონსებს. რა ხდება? დაიშალა ეს კლასტერი თუ რა არის? იცით რა შეა საქმე? ჩემი აზრით ორივეს ერთი და იგივე უნდა, რომ დააკვირდეთ. ნახეთ, ლელოს კამპანია არის, რომ ჯერ მოდი დილით არჩევნებზე, საღამოს აქციაზე. ანუ ვიღაცა ამბობს, რომ არჩევნებს მაინც აზრი არ აქვს და პირდაპირ მოდი აქციაზე. ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ მე იქ მივალო. ხო, ანუ ეს კამპანია ლელოსია, მარტო ალეკო ელისაშვილს არ ვთქვა, ყველას ამბობს. წარმოიდგინეთ, რომ სიამოვნებაში ორივეს უნდა რევოლუცია. უბრალოდ ერთი ფიქრობს, რომ არჩევნების შედეგები გამოვიყენოთ რევოლუციისთვის და მეორე ფიქრობს, რომ პირდაპირ ისე მოვაწყოთ რევოლუცია, რა პრობლემაა ბიზნეს გაგდება. ეს ორი ვერსია არსებობს. მე ამ ორ ვერსიას შორის კი ნომინალური განსხვავება შეიძლება მარქსისტებშიც არსებობს განსხვავება, ბოლშევიკებიც იყვნენ და მენშევიკებიც. მაგრამ მე როგორ გავარჩიო ახლა ესენი? რომ ერთი მეორეზე უკეთესია, განსხვავებული რამე უნდათ, ასე შემდეგ. არ ვუყურებ მე ამას ასე. მიუხედავად იმისა, რომ ნაცები ახლა გასაქრობად ემზადებიან, ანუ თელი ეს კამპანია მდგომარეობს იმისთვის, რომ აი როგორ გითხრათ, ნაცები ჰაეროვნად გაქრნენ, იმიტომ რომ 5 ოქტომბერს ნაცებს არ ექნებათ არც ნომერი. ნაცებს არ ექნებათ არც ის რა ქვია, წითელი ფერის რაღაცა ხაშგაჟა თავისი რაღაცეები. არ ექნებათ არც საბიუჯეტო დაფინანსება, არ ექნებათ პარტია. ყველაფერს თავი დავანებთ. არ ეყოლებათ ადგილობრივ თვალთვალაში ხალხი. არჩეული ტიპები. და აი როგორ გითხრათ, ანუ რა არის ის, რომლის შემდეგაც ჩვენ ჩავთვლით, რომ ამის მერეც ნაცმოძრაობა გრძელდება. შეიძლება იქ ვიღაც ადამიანებმა, ანაწითლიძემ, სანიკიძემ, ვიღაც ვინც აქტიურობენ და ხვდებით, რომ უნდათ პოლიტიკაში დარჩენა. ამ ხალხმა რამე სხვა მოიფიქრონ, მაგრამ უცბად ქართველი ხალხი რო გაიღვიძებს 5 ოქტომბერს, მას შერჩება ქართული ოცნება გამარჯვებული, დაშლილი ლელო გახარიები, რომელიც ერთმანეთს აგინებენ, არარსებული ნაცები, რომელმაც უკვე ეს ხალხი ისევ ტყუილად დაშალეს და კიდევ ერთხელ იმედი გააცრუეს და მე ვთავაზობ ამ საზოგადოებას, აი ამ 5 ოქტომბერს. მოდი ერთი იმედი დავიტოვოთ, რომ მეორე ტური არსებობდეს და მეორე ტურში მე ვიყო. შეიძლება ვერ მოვიგოთ ან წავაგოთ, თუმცა ფინალში რა ხდება, არასოდეს არავინ არ იცის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში რაღაც ახალი გამოჩნდება, რომ ქართველმა ხალხმა რაღაცნაირად მოახერხა აი ამ ოპოზიციისგან რაღაცის გამოძერტვა, რაღაც ახალის გამოძერტვა. იცით რატომ იყო ნაციონალური ოპოზიცია, გახდა თბილისის